დასტურებს, რომ რაც მეტი მდიდარი მოვიდა ხელისუფლებაში, მით უფრო გაარებდა ქვეყანა და მით უფრო გაძლიერდა კორუფცია. 1992 წლიდან ყოველ არჩევნებზე ათმაგდება დახარჯული ფულის მოცულობა პოლიტიკური პარტიების მიერ და პარალელურად ათმაგდება კორუფცია, ათმაგდება სიღარიბე ქვეყანაში. მე ვგრძნობ იმას, რომ ვერც ხალხი მივიდა იმას რამდე, რომ პოლიტიკაში მდიდართა მოსვლა ხდება იმის გამო, რომ მდიდარი კიდევ უფრო მდიდარი გახდეს და რომ მოსახლეობა ნაკლებად ცდილობს, რომ წესიერებას დაუჭიროს მხარი და უფრო მეტ ორიენტაციას აკეთებს ფულიანზე. ამან გვიყვანა ჩვენ კატასტროფამდე. აი როცა ჩვენ გადავწყვიტეთ ღირსების ულტიმატუმის გამოქვეყნება მხილების მუზეუმის შექმნა, ჩვენ დავწმუნდით, რომ ქვეყანას საქართველოს დღეს არ ყავს არც ერთი მდიდარი, არც ერთი მწერალი, არც ერთი მხატვარი, არც ერთი თეატრალი, არც ერთი მოღვაწე საერთოდ მეცნიერი კულტურის მოღვაწე, ხელოვნების მაღალი დონის წარმომადგენელი, არ ყავს არც ერთი ექიმი, არც ერთი მასწავლებელი, არც ერთი სპორტსმენი, ესე იგი მდიდარი, მაშინ როდესაც ეს ხალხი მსოფლიოსათვის ესე იგი უნიშნულოვანესი ფიგურაა, ძალიან ბევრი, როგორც მეცნიერი, მწერალი, ხელოვნების წარმომადგენელი და ასე შემდგომ, სპორტსმენი უფრო არც ერთი მდიდარი არ არის. მდიდრები არიან მხოლოდ ხელისუფლებაში. ეს არის კატასტროფა. ხელისუფლება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს, პრაქტიკულად არის მდიდარი და მისი გამდიდრების ფონზე ღარიბდება ხალხი, ღარიბდება ქვეყანა. აი კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმა გავაკეთო, რომ რაც მეტ მდიდარს დაუჭერთ მხარს, მით უფრო ესე იგი ქართული პოლიტიკა მით უფრო კორუფციული გახდება. მდიდარი, ზნეობრივი მდიდარი ქვეყნისთვის დიდი სიმდიდრეა. ჩვენ მდიდრებს არ უნდა ვებრძოლოთ, პირიქით, მდიდარი უნდა გვინდოდეს, რაც შეიძლება ბევრი მდიდარი იყოს. პოლიტიკოსი უნდა ცხოვრობდეს იმისათვის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი მდიდარი ცხოვრობდეს, მაგრამ თვითონ კი არ იყოს მდიდარი, სხვას ამდიდრებდეს. საქართველოში არის შებრუნებული ყველაფერი. ეს არის დასტური იმისა, რომ ჩვენ არათუ დემოკრატიული ქვეყანა რა ვართ, არამედ ახლოსაც არ ვართ ამასთან. ბევრს გაუკვირდება, ესაც მე დღეს სახში გავაკეთე, რომ სახში ჩავატარე პრესკონფერენცია. ახლა ბევრი იტყვის, რომ ეს რა არის, ჭირდება ასეთი რამ და ასე შემდგომ. პირიქით, სწორედ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო მეტ კონტროლს დააწესებს პოლიტიკოსებზე, მით უფრო წესიერება იქნება პოლიტიკოსებში და რაც მთავარია, მით უფრო ნაკლებს გაუჩნდება სურვილი წავიდეს პოლიტიკაში. პოლიტიკაში დღეს მიდიან, იმიტომ რომ უკონტროლონი გახდნენ და პოლიტიკაში ყოფნა კი ნიშნავს დიდ კონტროლს. ეს არის დემოკრატიული ქვეყნის მაჩვენებელი. დღეს, როდესაც ვიმეორებ, რომ პოლიტიკოსთა მოღვაწეობა პრაქტიკულად მოღვაწეობა როგორც ცხოვრობს, რას წარმოადგენს, რას ფლობს, რა ქონების ფლობელია, ეს არავინ არ იცის. ეს არის ჩვენი დიქტატორული, ეს არის იმის ნიშანი, რომ ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმია. მე დღეს არათუ წარვადგინე მხოლოდ დეკლარაცია 1999 წლიდან მე ხელწერილს ვდებ. და ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. ამ ხელწერილს პირველივე 99 წელს ესე იგი დადებული ხელწერილიდან აქვს ასეთი სათაური: დედამიწის ზურგზე მამაპაპისეულის სახლისა და მიწის გარდა სხვა მატერიალური არაფერი გამაჩნია. მე ქუთაისში მაქვს ის მამაპაპისეულის სახლი 400 წელია ჩვენი წინაპრები ცხოვრობენ და იმ ეზოში ვცხოვრობ მე 1962 წელს აშენებულ სახლში ვცხოვრობ და დღეს პრესკონფერენცია სადაც ჩავატარე თბილისში. ეს არის სახლი, რომელიც ეკუთვნის ჩემი მეუღლის წინაპრებს, დედის ბებიის მხრივ და ეს არის მაჭავარიანი თაქთაქიშვილების საგვარეულო ბინა, რომელშიც 150-ზე მეტი წელია ცხოვრობენ. აქ ძალიან ბევრი რეპრესირებული ოჯახია, ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება იყო მსახლებთან დაკავშირებული, მაგრამ ამ ოჯახების, როგორც ქუთაისში, ასევე ჩვენთან სიმდიდრე იყო არა სახლი, არა ქონება, არამედ იყო ის ურთიერთობები, რომელიც ამ სახლის შიგნით იყო. ჩვენ ამას ვეძახით სიმდიდრეს. სიმდიდრეს ვეძახი მე როგორც პოლიტიკოსი იმას, რომ მე საკუთარი თავით დავდივარ და გარედან არ ვიმართები. ეს არის ჩემი უნიშნულოვანესი რამ ჩემთვის. როგორც დიდი რუსთაველი ამბობდა, თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენებიო, მე ბედნიერი ვარო, საკუთარი თავით დავდივარ და გარედან ვერავინ ვერ მართავს და სხვისი ფულით არ ვცხოვრობ. აი დღეს მე წარვადგინე არათუ მხოლოდ დეკლარაცია, მე ვთქვი, რომ ესე იგი ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა საიტზე და აეგზავნა ყველა რედაქციას. მე მოუწოდე
ყველა პოლიტიკოსს ასეთივე ხელწერილი რომელიც აქ არის გააკეთოს თვითონ გააკეთოს ეს პრეზიდენტმა გააკეთოს ეს ყველა დეპუტატმა თავრობის წევრმა გუბერნატორმა მერმა გამგებელმა საერთოდ ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთონ და დადონ ასეთი ხელწერილები და გამოაცხადონ აი იმას რასაც მე რითაც დავამთავრებ ჩემს გამოშვას რას ნიშნავს ეს ხელწერილი ხალხმა რომ იცოდეს და ნუ მისი წაკითხვა შეუძლიათ ჩვენ ეს დღეს დაუგზავნეთ დღეს ყველა რედაქციას იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ხალხის კონტროლი იყოს ჩვენზე და აქ მინიშნებულია რომ თუ ამ დეკლარაციაში რაც არის აღწერილი იმის გარდა ვინმეს რაიმეს ნახავს მე მას ვჩუქნი საჩუქრად გადავცემ ეს უნიშნულოვანესი დოკუმენტია ამ დეკლარაციაში მინიშნებული მე მინდა ყველას ვინც დღეს მოგბრძანდა დიდი მადლობა უთხრა ყველა რედაქციას დიდი მადლობა უთხრა ვინც გამოაქვეყნებს ამას მე მივესალმები თუ რომელიმე რედაქცია თლიანად დასტამბავს ამ ჩვენს დოკუმენტს რომელიც დღეს ჩვენ გავარცელეთ მე მხოლოდ იმ ნაწილს წავიკითხავ რომელიც ჩემს ხელწერილთან არის დაკავშირებული. დედამიწის ზურგზე მამა პაპისეულის სახლისა და მიწის გარდა სხვა მატერიალური არაფერი გამაჩნია. მე თეიმურა შაშიაშვილი, ცხოვრები ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩის მეხუთე შესახვევი ნომერ 1-ში, როგორც საჯარო სამსახურში მყოფი თანამდებობის პირი, ვდებ ხელწერილს მასზე დრომ. ვიმეორებ ეს 99 წელშია დაწერილი და ყოველწლიურად ამას თქვათ ყოველ წელს მე ამ პრესკონფერენციას ვატარებ და ამას ვიმეორებ. ვდებ ხელწერილს მასზე დრომ. პირველი, მე, ჩემი მეუღლე, შვილები და დედა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმის არც ერთ სამეწარმეო სუბიექტში არ ვფლობთ საწესდებო კაპიტალის წილს ან აქციას და არც ერთი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ არ გაგვაჩნია ფინანსური თუ სხვა სახის პირადი ინტერესები. მეორე, თუ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის განმავლობაში ჩემი ან ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრიდან რომელიმე პიროვნება შევიძენთ საცხოვრებელ სახლებს, მანქანას ან გავხდებით მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმის სამეწარმეო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის ფლობელი ვაცხადებ რომ ჩემს მიერ ოფიციალურად იქნება ინფორმირებული საზოგადოება შეძენამდე ერთი თვით ადრე საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით. მესამე, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მაქსიმალურად დავეხმარები თითოეულ დაინტერესებულ პირს მოიპოვოს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ხელწერილით განსაზღვრული პირობების ნამდვილობის შემოწმებისათვის, თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება ეჭვი ამ თუ იმ სამეწარმეო სუბიექტში ჩემი ან ზემოხსენებულ პირთა წრის არაოფიციალური წილის თუ აქციის ფლობელობის თაობაზე. მეოთხე, პიროვნება, რომელიც წარმოადგენს ამ ხელწერილის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული პირობების უარმყოფელ და გამაბათილებელ სამართლებრივად დადასტურებულ დოკუმენტს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755 მუხლის შესაბამისად საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ჩუქნი მას აღნიშნულ საწესდებო კაპიტალის წილს, აქციას და ამ ხელწერილის მეორე პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევით შეძენილი სამეწარმეო სუბიექტის წილს, აქციას, სახლს და მანქანას. მეხუთე, თუ სახელმწიფო სამსახურში ჩემი მისვლის შემდგომ ამ ხელწერილის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა წრიდან რომელიმეს აქვს შეძენილი საცხოვრებელი სახლი, მანქანა ან არის ნებისმიერი ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმის სახელმწიფო სუბიექტის საწესდებო კაპიტალის წილის ან აქციის ფლობელი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 755 მუხლის შესაბამისად საჯაროდ ვაცხადებ, რომ ჯილდოს სახით ჩუქნი მას მის აღმომჩენ ნებისმიერ პიროვნებას ზემოთ აღნიშნულ ნივთს. მეექვსე, ხელწერილი ძალაშია როგორც ჩემი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის განმავლობაში, ისევ სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ. მეშვიდე, ხელწერილი ჩემს მიერ არის შედგენილი, სწორია და ხელს ვაწერ თეიმურა შაშიაშვილი 1999 წელი. შემდგომ არის მიმართვა პრეზიდენტის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა მიმართ, რომ გააკეთონ ანალოგიური ხელწერილი. მე აქვე მინდა ვთქვა, თუ მე, რომელსაც ძალიან მაღალი თანამდებობები მეჭირა და გაცილებით დიდი ვიდრე დღეს ხელისუფლების მდიდარ წარმომადგენლებს გააჩნიათ, მე მათ ვეკითხები, რომ ეცხოვრა ჩვენს ოჯახს სახელმწიფოს მიერ ჩვენი წინაპრებისათვის მიცემული ორი ბინის გაყიდვა დაგვჭირდა. ერთი ვორთავე საბურთალოს ქუჩაზე, ერთი 6 ოთახიანის და მეორე 1 ოთახიანის.
და ესე იგი მათ როგორ შეძლეს კანონიერად ამ სიმდიდრის ხელში ჩაგდება, ჩემთვის გაუგებარია. მე როდესაც ორი ბინა დამატებით სახელმწიფომ, როგორც ვთქვათ, ჩვენ ოთხი ოჯახი ცხოვრობდით მამაპაპისეულ სახლში ბინა ომცეს, მე ვამაყობ იმით, რომ ერთი უნივერსიტეტის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ცნობილ მეცნიერს, აკადემიკოს ბატონ არჩილ კოსტავას გადავეცი, რომ ეს უნივერსიტეტში დარჩენილი იყო, არ წასულიყო ქუთაისიდან და მეორე, როდესაც დავბრუნდი, ეს პირველი მოხდა 1999 წელში და მეორე კი 1993 წელში, როდესაც ქალაქის მერად დავბრუნდი, ცნობილი მეცნიერი, მსოფლიოში პირველ ნომერ ირანისტად აღიარებული. მაშინ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი მაგალი თოდუა სასტუმროს ერთ ოთახში დამხვდა და მე ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ ჩაებარე ბინა, რომ ეს მიმჭირდებოდა, მე ეს ბინა გადავეცი აკადემიკოს მაგალი თოდუას. მე ამით ვამაყობ იმით, რომ ქუთაისში ორ დიდ მეცნიერს მივეცი საშუალება, რომ ქუთაისთან არ წასულიყვნენ, ქუთაისში დარჩენილიყვნენ და მეცნიერებაში ყოფილიყვნენ. აი ეს არის ძალიან მძიმე, რთული რამ, რასაც მე დღეს ვსაუბრობ, რაც არ მოგიდგინეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ძალიან მინდა, რომ პოლიტიკოსი იყოს დიდი კონტროლის ქვეშ, რომ პოლიტიკაში წასვლა სიხარულს არ იწვევდეს პიროვნებებში, რომ პოლიტიკოსები რაც შეიძლება მეტი კონტროლით იყვნენ და რაც შეიძლება მეტი სიმდიდრე იყოს მოღვაწეებში, მეცნიერებში, კულტურის მოღვაწეებში და არა პოლიტიკოსებში, როგორც ეს დღეს საქართველოში არის. და ბოლოს, მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს. ბატონო მიხეილ, რად გინდათ ერთი წუთით მინდა მივმართო საქართველოს პრეზიდენტს. რად გინდათ, რომ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, რომ ქვეყანაში მოაზროვნე ადამიანების, მსოფლიოში ცნობილი პიროვნებების, მწერლების, რეჟისორების, მეცნიერების ცხოვრება არის გამწარებული, თქვენ პირადად ხართ მილიონერი, თქვენი ოჯახის წევრები არიან მილიონერები, თქვენი პარლამენტის წევრები, თქვენი თავრობის წევრები არიან მილიონერი, თქვენ ასეთ ქვეყანას ეძახით დემოკრატიულს. ეს არის ქვეყანა ერთი კაცის როგორც იტყვიან ბატონობის ქვეშ, ამას ქართველი ხალხი არ დაემორჩილება და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი დღევანდელი პრესკონფერენციაც ეს მასალას და ყველა ჟურნალისტი, ვინც ამასთან დაკავშირებით მასალას გამოაქვეყნებს, ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველო ნამდვილად დემოკრატიული ქვეყანა იყოს, რომ სიმდიდრე იქნება მოაზროვნე ადამიანების ხელში და არა ხელისუფალთა. ეს ჩვენ გვინდა რომ თავში წავიდეს და მერე იყოს თქვენი ისა. მე მივხვდით ეს შეიძლება ასე რომ გაკეთდეს. არა, ამით დაამთავრეთ, როგორც გიჩვენიათ ისე. ჯობია თუ დავიწყებთ.